მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია მომღერალი სალომე კორკოტაშვილი. როგორ ახარს? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ. ჯონი კაპანაძის მოლაშქრეა, ეგეთი. როდის წამოხვალო ლაშქრობაში? ივნისში, დიდი სიამოვნებით. გიყვარს? კი, გადიხარ ხოლმე? ძალიან. ჟურნალისტები რას გეკითხებიან ყველაზე ხშირად? ძალიან სურეულ კითხვებს. მაინც რომელია ყველაზე ხშირი? არ ვიცი, ალბათ იმას, რომ რას აპირებთ და სამომავლო გეგმები. და შენ რო იყო რას კითხავდი საკუთარ თავს ჟურნალისტი რო იყო? რავი, უფრო საინტერესო კითხვებს დაუსმევდი, მაგალითად, აი ბავშვობაში როგორი ბავშვობა ქონდა და რას ფიქრობს, რა ხდება ცხოვრების მერე, ანუ ჩემთვის ეგ კითხვებია საინტერესო. რას ფიქრობ, რა ხდება ცხოვრების მერე? მე მჯერა, რომ არსებობს 64 და ჯოჯოხეთი ოღონდ თქვათ ისე არა, რომ ეშმაკი ის ანეკდოტი, რომ სულ ერთ სიმღერას რო უკრავენ, ხო იცი? მთელი ცხოვრება ეგრე არ იქნება, მაგრამ მგონია, რომ თუ სიკეთეს აკეთებს ცხოვრებაში, აუცილებლად დაგიბრუნდება, ანუ აურად. შენ სად მოხვდები, როგორ ფიქრობ? მე ჯერჯერობით არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მინდა რომ კარგი რაღაცები ვაკეთო. 64-ში მოხვდებით და ჯოჯოხეთში, ხო, მაგას გიქნა. საბოლოოდ? ხო. არ ვიცი შენ? არ ვიცი, მე ჯერჯერობით ჯოჯოხეთისკენ ვარ. გამოვასწორი. ბილეთები. დღის განმავლობაში რას აკეთებ ყველაზე ხშირად? დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ ვიყო შვილთან ერთად, ზუკასთან ერთად, ან პიანინო. სხვა ინსტრუმენტზე უკრავ რამეს? გიტარაზე, ოღონდ სულ 3 აკორდი ვიცი მგონი. და რომელ სიტყვას იყენებ ყველაზე ხშირად? ხშირად? სიტყვა არ არის, მაგრამ მამას რო ვფიქრობ, ხმამაღლა ვფიქრობ ხოლმე. რომელი სიტყვა არ გიყვარს? ეს ხვები რო იყენები. არ მომწონს ანუ რაღაც ძალიან ისეთი სიტყვებით რო ლაპარაკობენ, ძალიან გამართულად არ მომწონს. ანუ რაც უფრო ჩვეულებრივად ილაპარაკებ, გადაცემაში მით უმეტეს ანუ ვცდილობენ რომ რაღაცა მაღალფარდოვანი ვიღონ ძალიან გასულებიანი. ყველაზე მუსიკალური სიტყვა რომელია ჟღერადობით შენთვის? ქართული ენა. სულ ერთია რომელიმე ენა. ჟუჟუნაწვი. კაი, რომელი სიმღერა არ გიყვარს? ალბათ Britney Spears' Oh baby baby. ფილმი? ფილმი რომელი არ მიყვარს? აი ეს თურქული სერიალები არ მომწონს. მულტფილმი არის ესეთი რომელიც არ გიყვარს? არა, ალბათ ყველა მულტფილმი მიყვარს. შენი აზრით ხშირად ამბობენ ხოლმე ქალები ამას, ყველა კაცი ერთნაირია? არა, იქ სისულელია. რატო ამბობენ, როგორ ფიქრობ? ალბათ მაგ მომენტში გაბრაზებულები არიან და უნდათ რომ ეგ თქვა რომ დაიწყარონ თავი რომ კაცები ცუდები არიან. და ქალს და კაცს შორის რა განსხვავებაა? ნუ ბიოლოგიურს არ გულისხმობ. არ ვიცი, მგონია რომ ერთნაირები არიან კაცები და ქალები, კი. შეგიძლია რომ ერთი სიტყვით დაახასიათო ქართული შოუ-ბიზნესი? ზარმაცები არიან. ზარმაცები არიან თუ ნიჭოები? არა, მე მგონია რომ საერთოდ ქართველები ნიჭიერი ხალხია და ძალიან მუსიკალურები არიან. უბრალოდ განვითარება ეზარებათ და გონიათ რომ რაღაც უკვე მაგრები არიან რა და ეგრე არ ხდება. მე ჩემ თავზე ვიტყვი რომ მეგონა რომ მაგარი ვიყავი, მაგრამ ეხლა ვცდილობ რომ უფრო და უფრო განვავითარო ჩემი ნიჭიც და თუნდაც ანუ ადრე ვღეროდი ინგლისურს და არ ვიცოდი ინგლისური და ქართულად მეწერა ხოლმე რაღაც სასაცილოდ და მე ვეღარ ველაპარაკებოდი ვერავის და ეხლა ვცდილობ რა ვისწავლო. ხო, რატო არ ზრუნავენ ამ განვითარებაზე? იმიტომ ხო არა რომ მაინც აზრი არა აქვს და ამით ვერ იცხოვრებ. არა, იცი რა არის, მე მგონია რომ ეს კომპლექსია რა. ანუ
გარეთ ხალხი გიქმნის კომპლექსს, ანუ ფიდბექი ძალიან ნაკლები გაქვს. ეხლა ამ ბოლო დროს ვცდილობ, რომ ძალიან ჩვეულებრივი ვიყო და ისე დაველაპარაკო. ადრე ბრაზდებოდი, რომ აი ტაშს არავინ არ მიკრავს და მე საერთოდ აღარ ვიმღერებ და რაღაც, მაგრამ ეხლა ველაპარაკები ჩვეულებრივად, რომ ეს დღეს ეხლა რაც ხდება, თქვენც ხართ მონაწილეები და მოდი ერთად გავერთოთ და დაგვამახსოვრდეს ეს დღე და ესე უფრო ერთობა ხალხიც და მეც. და შემოსავალი გააქვს მუსიკიდან? არა. საერთოდ მუშაობ სადმე? არსად არ მუშაობ, მაგრამ ძირითადად სიმღერებს წერ, მიკვეთავენ სიმღერებს. სწორად თქვი. და ანუ მაქედან მაქვს შემოსავალი, ანუ ხანდახან, ეხლა ამ ბოლო დროს საერთოდ არაფერი არ ხდება თბილისში და მოხდება, იმიტომ რომ ძალიან მიხარია თბილისი open air-ი. ჩატარდება, ძალიან მაგარი line-up-ი აქვს, ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ ეგეთი მეგობრები მყავს და ჯაზ ფესტივალი იქნება და რაღაცები მოხდება და ეგ კარგია. და საზღვარგარეთ არ გიფიქრია, რომ თქვა კარიერა აწყო? ვიყავი ამერიკაში, ნიუ-იორკში. Blue Note-ში იმღერე. კი, Blue Note-ში იმღერე ბექა გოჩეშთან ერთად. ძალიან გამეხარდა ბექამ დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მინდა რომ ჩემთან ერთად იმღერო. და არც ვიცოდი Blue Note-ი და რომ დავსერჩე, ძალიან ყველაზე მაგარ მუსიკოსებს უმღერიათ იქ და ძალიან მომეწონა გამისორდა და არ ვიცი, ძალიან კიდე ვინ მღეროდა თქვენთან ერთად? ვიქტორ ბეილი უკრავდა ბასზე. ძალიან მაგარი. და ბაცეს კოჩ და DJ Logic-ი უკრავდა თავის ძალიან მაგარ ბენდთან ერთად. რამე შემოთავაზება ხარ ქონია მანდ? არა, სამწუხაროდ არა. მე მგონია რომ ესე ადვილად არ ხდება, ანუ გამართლებაზეა უფრო, მაგრამ შენ თვითონ შენ მუსიკას რო აკეთებ, მე რა უფრო ადვილია რომ ლეიბლებს გაუგზავნო და იქიდან იმას თუ მოეწონები, მე გამოუშვებ შენ ალბომს. აი საქართველოს ჰიმს რო უსმენ, რამე ემოცია გააქვს? კი, რაღაც მოგწონს? კი, მოგწონს. აი რა ემოცია გაქვს? მე ძალიან პატრიოტი ვარ და რაღაც ძალიან მინდა რომ ბევრი რაღაც გავაკეთო ქართული ხალხისთვის და საქართველოსთვის და მინდა რომ ძალიან ბევრი ფული მქონდეს იმისთვის რომ ბევრ ხალხს დავეხმარო და თუნდაც მუსიკალური სკოლა გავაკეთო, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ძალიან მუსიკალური ხალხია და უბრალოდ არასწორი გზით მიდიან რა. რაღაც ვიტნი ჰიუსტონის ხმით ვღერის ძალიან ბევრი ერთად და გონიათ რომ კაია რომ ვიღაცას გავდი ამ დროს შენ რაც უფრო სხვანაირი იქნება და შენ თავს იპოვი და შენ მუსიკას გააკეთებ ყველაზე კაია. გიმღერია ისე როდისმე საჯაროდ საქართველოს ჰიმნი? არა. კაი, აი დროში მოგზაურობა რა შეგეძლოს, სად წახვიდოდი? და როდის და რას გააკეთებ? ვიქნებოდი აუცილებლად ჰიპებთან ერთად. ჯენის ჯოპლინი, ჰენდრიქსი და მინდორზე გავწვევოდი და მიმღერებდი და მოვწერდი. კარგი. აი ყველაზე სექსუალური ადამიანი ვინ არის, ვინც გინახავს ცხოვრებაში? სოფლიოში. სოფლიოში ალბათ ჩემი ბოიფრენდი. ხა ვინც არის? ძალიან რო დავინახე გავგიჟდი ისე მომეწონა. ქართველია? არა, ინგლისელია. აქ არის ხა? ეხა მუშაობს, მაგრამ ჩამოვა მალე საქართველოში. და ქართველებიდან ვინ მოგწონს? ქართველებიდან არ მახსენდება რა. კაი, აი კაცი რო იყო, რომელ ქალთან გექნებოდა ქართველთან ურთიერთობა? მე მაგარ გოგოსთან. ვინ არის მაგარი გოგო შენ? არ ვიცი, მომწონს ძალიან ქართველი გოგოები, მგონია რომ ეშხიანები არიან და რაღაც საინტერესო. ძალიან პლასტიკ, ანუ ისეთი გარეგნობა არ აქვთ, ბარბი. აუ ზუსტად არ ვიცი, ვინ მახსენდება. მგონი არავინ. ხო და შენთვის რომელი უფრო მისაღებია, უსიყვარულო სექსი თუ სექსო სიყვარული?
იცი რა გააჩნია რა, ეხა ის მაგალითად არ მომწონს 70 წლის ქალები რო არიან და საერთოდ რო არ გქონიათ. მაგრამ შეიძლება იმას ესე ურჩევნია და ის ესე ფიქრობს, რომ უნდა დაელოდოს ერთს და განუმეორებელს და ესე კონდეს, ესეთი სექსი კონდეს. ეს ქართულ ბიჭებთან რა შენიშვნები გაქვს? არ ვიცი, ძალიან მიყვარს ქართველი ბიჭები. და ძალიან უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავს ვიდრე გოგო. ხო და არ ვიცი, მაგალითად ჩვეულებრივი არის რამე განსხვავება თქო ქართულ და ინგლისელ ბიჭს შორის? კი. ხო და რა განსხვავება? გონია რომ ძალიან ემოციურები არიან ქართველები და უცბად იღებენ განაწყიერებას, ამოქალოსovat მოგიყვანო ან რაღაც უფრო მატყუარა ტიპები არიან, ეგრე მგონია. მაგრამ ეს ნელ-ნელა დაიხვეწება რა, ეხა უფრო აზემოდიან. ყველაზე ხშირად რას გწერენ ინბოქსში უცხო ტიპები? რავი, კარგ რაღაცებს წერენ. ხო. რო ძალიან მომწონს შენი მუსიკა და კაი ტიპი ხარ და რაღაცებს რა. საღამოს რასაკეთებ? ძალიან სოციალურ რაღაცებს კი არ მწერენ ხოლმე, რომ მინდა რომ კოფეზე დაგპატიჟო და კოფეი. და რაღაცა სოკზე მინდა დაგპატიჟო. კლუბნიკა და რაღაცა წერენ. პირველ ქართულ სექს შოპს რას დაარქმევდი? პირველ ქართულ სექს შოპს. არ ვიცი, ასოციაციო იქნებოდა. ალბათ ისევ შეიკრიბებოდა ის ხალხი მე ჯვრებს რო ჩაარყავდნენ. ხო და რას დაარქმევდი მაინც? ამოხდება. ეს ვაი დედას. პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე ერთუჯრედიანი? ერთუჯრედიანი. აუ, ზოგადად არავის არ ვაკადრებდი. ისი არ გაგახსენდა ეხა არავინ? კი, გამახსენდა Cartoon Network-ზე არის Clarence და დედამისი არის ეგეთი. Clarence-ის დედა. რომელი სიმღერა გინდა რომ შენ დაწერილი იყოს? რომელი და ალბათ აი მე არ ვახსენებ. კაი და აი საქართველოში რატო იქმნება ამდენი სიმღერები სამშობლოზე? აი ხო გითხარის რომ სინცახითქო. ხო, ნუ აი პატარა ახალგაზრდა ადამიანი. ადრე იქნებოდა რა, უფრო თუ ეხა? ეხაც გრძელდება მე მგონი. რაღაცა კომპლექსია ეგ ორ ფიქრობ. ვამბოლდოს არ მინახავს იცი საქართველოს. უფრო რაღაც გონია რომ დიდი ტიპები უწერენ პატარებს, არა რომ გონიათ რომ ესე უფრო პოპულარულები გახდებიან. როდიდან ეწევი მარიხუანას, რამდენი წლიდან? მახსოვს, ვიყავი 17 წლის პირველად მომწია და ძალიან შემეშინდა. ისი შეგიში? არის ძალიან ბევრი მომივიდა. სხვა ნარკოტიკებს იღებ რამეს პერიოდულად? საქართველოში ძალიან რთულია რა და ალბათ ვინც იღებს იმასაც ეშინია რომ არ დაიჭირონ და მერე მოსაწევის გამო თქვა მთელი ცხოვრება ციხეში არის. ხო და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ჩემი აზრით უნდა დაუშვან და პირველი ერთი წელი თქვა მართლა ქაოსი იქნება და არ მგონია რომ ვინმე გადაყვეს ამას, მაგრამ რაც უფრო აკრძალული იქნება, უფრო მეტ იდიოტობებს ანუ თვალის წვეთებს რომ სვავენ და რაღაც ვაკეთებენ, ეგეთ რაღაც აღარ მოხდება. ანუ მეტი თავისუფლება ჭირდება ამ ხალხს, ოღონდ ისეთი თავისუფლება არა რომ თავი მოიკლან, ანუ რაღაც ზომიერად უნდა იყოს ყველაფერი. შენ რომელი ნარკოტიკი ხარ, როგორ ფიქრობ? ალბათ კოკაინი. ქართული ვარსკვლავები თუ შეგიძლია ჩავმithვალო აი 3 წელი. 3 სუპერ ვარსკვლავი. აი ვინ ყვა? მარტო მუსიკაში არა, საერთოდ. ჩემი აზრით ირაკლი ჩარკვიანი იყო, ძალიან მაგარი. და დღემდე უსმენ და ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს.
ძალიან მომწონს green room-ის ახალი რაღაცეები. ცე მარტო 3 არა, ალბათ სხვა ჩემ მეგობრებსაც ეწყინებათ ეხა რო არ აი, ვინც გინდა ის მითხარ. სვანსიხი ძალიან მომწონს. და ეხა ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩემო მეგობრებო მიყვარხართ და გულს შემატკივრებთ. შენი აზრით თუ არსებობენ უკომპლექსო ადამიანები? კი, მაგრამ ალბათ არ მომეწონებოდა მაგათთან მეგობრობა. და შენ რა კომპლექსები გაქვს? მე ძალიან ბევრი კომპლექსი. თავარი? თავარი ბავშვობიდან რაღაც ის მქონდა რომ არ მომწონდა ჩემი თავი და ეხა ხანდახან მომწონს ხოლმე. მაგრამ რაღაც მასწავლებლები მყავდა ცუდი და სულ რაღაცებს მეუბნებოდნენ რომ აი ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ ძალიან მაგრამ ღერი მაგრამ ჯობია რომ ზურგით იდგეს სცენას და იმიტომ რომ ძალიან მახინჯი ხარ და რაღაცას მეუბნებოდნენ. რაღაცას გეუბნებოდნენ. კი ძალიან ცუდი ქალი იყო, თვითონაც ძალიან მახინჯი იყო რა და უნდა რომ ყველასთვის ეგეთქვა რომ შენ მე მგავხარო და ჯობია რომ დაივიწყო ეგაბა. ხა და ეგ ძალიან ცუდი, ანუ ეგეთი მასწავლებელი რო ყავს, მე იასნია დაკომპლექსდები ამან. სარკეში რო იხედები ხოლმე, რას ხედავ? გააჩნია თუ ცოტა დასამი ვარ ძალიან მომწონს და მეუბნები რომ მაგარი გოგო ხარ და შენ შეიძლება და უნდა გააკეთო და ხიზელი თუ ხარ? ხიზელი დილით ძირითადად ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე თუ არ მოусმენ კარგ მუსიკას და არ მომწონს ჩემი თავი დილით არ ვიხედები სარკეში. კაი, ღმერთი რო იყო, რას გააკეთებდი პირველს? პირველ საქართველოს გავარწყინები, აქ ძალიან მაგარია. საქართველოს გავარწყინდები. სატანა რო იყო? სატანა რო იყო, ცოტა ნაკლებს იბოროტეს გავაკეთებდი. ისე გწამს ღმერთის? კი. და როგორია ის? გონია რომ ღმერთი კეთილია, უბრალოდ გვაძლევს სხვადასხვა შანსებს, რომ არ ვიყოთ ცუდი ტიპები. ვიყენებ შენ მაგ შანსებს? კი. ყველას დიდი ცოდვა რომელია შენთვის? ალბათ ადამიანის მოკლა. რო გითხრა რომ მომდენო ცხოვრებაში იქნებიო მწერალიო. ცნობილი, რომელ მწერალს აირჩევდი? ცნობილი მწერალი? არ ვიცი. შენ რომელს აირჩევდი? არ ვიცი. შენ მითხარი. შოთა რუსთაველი არ იქნებოდი? არ ვიცი, მართლა არ მახსენდება რომელი ვიქნებოდი. კაი, საუკეთესო დღე მითხარი შენ კარიერაში, რომელი იყო? საუკეთესო დღე იყო, პაპარაცის დროს მქონდა კონცერტი კუსტბაზე, მაშინ პატარები ვიყავით და ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ ნავებით შევცურეთ სცენამდე და რაღაც განათება და მოდიან მეგობრებო და გადატენილი იყო კუსტბა, საცობები იყო და პაპარაცი და რა ძალიან მომწონდა და ძალიან კარგი საუნდი იყო და ძალიან კარგად დაუკარით და რატომ დაიშალა ეგ ჯგუფი? ვიცი რა, არ ვიცი. არ ვიცი, რატო დაიშალა, მე მგონი იმიტომ რომ ადრე გავთხოვდი ძალიან და თან რაღაც ჯგუფში ცოტა ვჩხუბობდი. თან პატარები ვიყავით ყველა რაღაც სისურელებზე ვჩხუბობდით სულ. ხო და მაშინ ძალიან აქტიური იყავი და დღეს რატო აღარ ჩანხარ ისე ხშირად? ვიცი რა, არ ვიცი, მე თვითონ მე თვითონ მგონია რომ არაფერი არ ხდება თბილისში რა, მარტო გააკეთო. ხო და არ ვიცი რა გავაკეთე. შეგიძლია რომ იმ სიმღერიდან პატარა კუპლეტი წაიმღერო, რომელიც ყველაზე ბანძია შენთვის. ბანძია? კარიჩქარო შეგიძლია გაიხსენო. კარგი. ვერ ვიხსენი. ბანძი სიმღერა. ალბათ ის ხო? ორე შაბათის შაბათია, რაღაცა მელოდია არ მახსოვს. ეგ არის ყველაზე ბანძი. კაი, ჯერ კვერცხი იყო თუ ქათამი? ჯერ ქათამი. რატო?
ვიღაც გავდა გადამიგაიჩი და სათვალე. არ ვიცი. აი, ამადგან ვინ რომელი მუსიკალური ჟანრია? სვიადი ალბათ კლასიკური. ედვალი. ჰიპ-ჰოპი. შევარდნაძე ჰიპ-ჰოპი? კი. მიშა? მიშა ალბათ ელექტრო. music. და მარგველაშვილი მძიმე როკი. ბატონი ბიძინა. უი, ბატონი ბიძინას აქ არის. ბატონი ბიძინა მეტალი. კაი, დაუტოვე შემდეგ სტუმარს რამე შეკითხვა. ბეჭდების მბრძანებელში რო ყოფილიყო, რა როლს ითამაშებდა? შეიძლება არც იცოდეს ბეჭდების მბრძანებელი, მაგრამ მაშინ ზოგადად კინოზე ხო, რა როლს ითამაშებდა? კაი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შეხვედრით და შემოწმებას. წარმატებებს გისურვებ. მადლობა.